ჭიათურელმა მაღაროელებმა თბილისში პროფკავშირების შენობის წინ აქცია გამართეს, რა დროსაც მაღაროელებსა და პროფკავშირის თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჭიათურელების თქმით, პროფკავშირი მათი პრობლემების მიმართ გულგრილია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობასა და ჯორჯიან მანგანესთან მოლაპარაკებებში როგორც მაღაროელების უფლებადამცველი ისე მონაწილეობს. მაღაროელების საპასუხოდ პროფკავშირები ამბობს, რომ მათი მისამართით გაკეთებული განცხადებები ცილისმწამებლური და დისკრედიტაციულია. ძალიან ბევრი მინდა უბრალოდ ჩვენ რახან აქ მოვედით Când una măsură avit, șop șantantieră, dar să mai bune că n-am de una măsură. Vin და ყველა პირველად მაგვა და ფერდაც ისინი გაბიცული როგორ ახლა 20 წენაში საერთოდ გაჩერებულია რატო გაწეპეთ ვინ გეუბნებას რომ მეკითხარი რამე მე შენ რაც თქვი და რაც მოიწყო იმაზე აგე პასუხი ჩემი პირიდან გაგიგია რომ შემოწავდე ხოდა უთხარი თუ გინდა შემოწავდე რანებით ამ პროვოკაციაში ის ადამიანები ის ესრიგი რაც არის ის ადამიანები ეს არის თუ პროფკავშირებიდან დაზარალებული ეს არის პროფკავშირთან გამართული აქციის შემდეგ მაღაროელებმა საქართველოს ბანკთან გადაინაცვლეს და კომერციული ბანკებისგან სესხებზე დავალიანების დარიცხვის შეჩერება და მაღაროებში სამუშაოების აღდგენამდე არსებული დავალიანებების გადავადება მოითხოვეს. თქვენი კეთილინება და ასევე აუცილებელი საჭიროებაც არის მომავალი ურთიერთობისა დასაქმებულებსა და ბანკებს შორის თქვენი ინტერესიც არის ამ საქმეში, ამ თხოვნაში, რომ ეხლა გაგვითვალისწინოთ და ჩამოგვაჭრათ უკანონოდ ნამატი პროცენტები სესხებზე. ეს არის ჩვენი თხოვნა, ჩვენ ვარ სიმბოლურად საქართველოს ბანკთან, თუმცა ნიშნავს იმას, რომ ყველა ბანკს მივმართავთ თხოვნით. ჩვენ ასევე სულ მალე ვარაუდობთ ხვალ წერილობითი ფორმით მივმართავთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობას და ყველა იმ ინსტიტუციას, ვისაც ხელეწიფება ამ უნებლიე პრობლემის მოგვარება. ჭიათურელმა მაღაროელებმა თბილისში 24 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართეს. ჭიათურაში აქციები 28 თებერვალს დაიწყო. თავდაპირველი დათქმით ჯორჯიან მანგანეზე ჭიათურის მაღაროებში სამუშაოებს 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე აჩერებდა. ამ დროის განმავლობაში კომპანიის თანახმად თანამშრომლები ანაზღაურების 60%-ს მიიღებდნენ. მიუხედავად დაპირებისა, მაღაროელები ამბობენ, რომ იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეში ხელფასები არ გაცემულა. მარტის დასაწყისში კომპანიამ დასაქმებულებს შეტყობინებები დაუგზავნა და აცნობა, რომ მიწისქვეშ სამუშაოები აღარ განახლდებოდა და შრომითი კონტრაქტებიც უქმდებოდა. შედეგად 3500 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. მაღაროელები ჭიათურიდან ჯორჯიან მანგანეზის გასვლას, საწარმოების ნაციონალიზაციას, ჭიათურის მოსახლეობისთვის ფონდის შექმნას და ფინანსური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.